ჭაბუკ ფეხბურთელთა აჭარის ნაკრები ესპანეთში მალგრატენსის თასზე იასპარეზებს. მოზარდები ესპანეთში დღეს გაემგზავრნენ საერთაშორისო ტურნირში ევროპის 20 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. დაგეგმილია შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. სპორტსმენები საფეხბურთო კლუბ ბარსელონას აკადემიის წარმომადგენლებს, აჭარის ნაკრების ხელმძღვანელები კი უცხოელ კოლეგებს შეხვდებიან. შეჯიბრება 11-16 სექტემბერს ოქტომბერს ბარსელონაში გაიმართება მალგრატენსი 2014 თასზე ბათუმელი ფეხბურთელების მონაწილეობისთვის თანხა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა გამოყო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს მწვრთნელს ჯაბათ ჭანტურიას. მან ძალიან კარგად მოგვამზადა იმისათვის, რომ ჩვენ გავემგზავროთ და აგვარჩიეს ყველაზე კარგად ვინც თამაშობდა. მე მინდა რომ იქ რომ ჩავალ მოვიგოთ და გავხდეთ ჩემპიონები. გარდა იმისა, რომ საფეხბურთო ტურნირში მივიღეთ მონაწილეობას, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, ექსკურსია, ქალაქ ბარსელონას მონახულება, საფეხბურთო კლუბ ბარსელონას სტადიონისა და მუზეუმის მონახულება, ასევე არის დაგეგმილი ბიზნეს შეხვედრები, სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა აკადემიის ხელმძღვანელებთან, წარმომადგენლებთან. ჩვენ მანამდე სანამ გავიმგზავრებოდი, მანამდე ქონდა მოლაპარაკება აღნიშნულ ორგანიზატორებთან, რათა შესაძლებელია მომავალი წლისთვის უმასპინძლოთ ჩვენ აღნიშნულ ტურნირს. 11-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით აჭარის ნაკრები გუნდი, ბავშვთა ნაკრები გუნდი 2003-2004 წელს დამატებული ბავშვები მეგზავრებიან ბარსელონაში, სადაც ჩაიბებიან საერთაშორისო ტურნირში. ეს ტურნირი მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ისე ზოგადად რეგიონისთვის, რომ ამდენი ბავშვი პირველად მიდის აჭარიდან ესეთ სერიოზულ ტურნირში, ასევე შეხვედრა იქნება ბარსელონის ხელმძღვანელობასთან და სამომავლო გეგმებზეც იქნება საუბარი.